დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ვარლამ გოლეთიანი, მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის წარმომადგენელი, მარიამ პატარიძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატი. გადაცემის მსვლელობისას ასევე გვექნება პირდაპირ ჩართვა, ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს ქართველთა ერთობის წარმომადგენელი გიორგი კუხალეიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენი სტუმრები იქნებიან ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი. საუბარს ვიწყებთ ჩვენ სტუდიაში მყოფ სტუმრებთან, მარიამ პატარიძესთან. მარიამ პატარიძე წარმოადგენს იმ ორგანიზაციას და იმ ცენტრს, რომელიც იცავს საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების უფლებებს. მათ ამ ადამიანებზე რომ ვისაუბროთ, რა პრობლემებს, რა დარღვევებს აწყდებით, ანუ დაირღვა თუ არა პროცედურები მათი დაკავების დროს, რა პრობლემებზე საუბრობენ თავად დაკავებულები, როდესაც მათთან გაქვთ პირადი კომუნიკაცია. პირველ რიგში მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მინდა თქვენს მაყურებელს ვესაუბრო იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ადვოკატები ყოველდღიურ რეჟიმში ვაწყდებით, როგორც აქციების, ვთქვათ, მიმდინარეობისას, ისე იზოლატორებში, კლინიკებში თუ სასამართლოებში. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო სისტემის მანქანა, სადაც ყველა უწყებას და ყველა რგოლს როლი აქვს გადანაწილებული და როგორ უხსნის, ასე ვთქვათ, გზას სისტემურ ზალდობას ამ სისტემაში მონაწილე სხვადასხვა აქტორები. პირველ რიგში, რაც 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციების დროს გამოიკვეთა, ეს არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური ხასიათი და ის მიზანმიმართული ძალადობები, რასაც ფაქტობრივად პირდაპირ რეჟიმებში ვუყურებთ სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ და აქვე ვიტყვი და დავაფიქსირებ უდიდეს მადლობას თითოეული ჟურნალისტის მიმართ, ვინც მართლა ფრონტის წინახაზე დგას და ის ადამიანები სწორედ მათი მეშვეობით იგებენ იმ რეალურ ინფორმაციას, რასაც ადგილი აქვს აქციებზე და სწორედ აი ამ კადრებით ვუპირისპირდებით საზოგადოება იმ პროპაგანდას, რასაც ქართული ოცნება ეწევა. ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ მათ. დავიწყებ იმაზე, რომ ის მასშტაბი და ის ინტენსივობა, რასაც ადგილი აქვს სამართალდამცავების მხრიდან, თუ შეიძლება მათ ისევ ასე ეწოდოთ, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, ეს არის და ეს შეიცავს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნებს, თუმცა ამ დრომდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფრო მსუბუქი მუხლით აწარმოებს გამოძიებას და ეს არის სამსახურეობრივი უფლება. მაგრამ მიმართეთ თუ არა შესაბამისი მასალებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც იკვლევს სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. მოგიყვებით ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, თუ ვინ არიან მსხვერპლები, ესენი არიან და ვის ვნახულობთ ჩვენ იზოლატორებში თუ კლინიკებში, ეს არიან ახალგაზრდები 20-დან 35 წლამდე, მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებსაც ერთი წინა რიგებში მყოფი სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სწორედ ამ პირებმა განახორციელეს მათი დაკავება ბრჭყალებში, თუ შეიძლება ამ ღონისძიებას ასე ეწოდოს და შემდგომ უკვე აი ამ დანაშაულებრივი ქმედებების დაკანონებას, იმის ჩვენებას და იმის ილუსტრაციას, იმის, არ ვიცი, თეატრალიზებულ წარმოდგენას, რასაც ჩვენ სასამართლოში ვხედავთ, სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ეწევიან. აი რა არის, რა იგულისხმება თეატრალიზებულ წარმოდგენაში? თქვენ პირდაპირ ეთერებითაც, მათ შორის თქვენი კადრებიდანაც არის ხოლმე ძალიან მარტივად აღქმადი, რომ წინა რიგებში დგანან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ნიღბიანი წარმომადგენლები. სწორედ ესენი არიან ის პირები, რომლებიც უშუალო შეპყრობას ახორციელებენ კონკრეტული მომიტინგეების მიმართ და მათზე ძალადობას აი იმ კორდონებში, სადაც ეს ადამიანები არიან განლაგებულები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები როდის ერთვებიან აი ამ ბრჭყალებში პოლიციო ღონისძიებაში. მაშინ, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი იძალადებს კონკრეტულ მომიტინგეებზე და მათ აკისრიათ პირველი ტრანსპორტირების ფუნქცია, საპატრულო პოლიციის და ზოგჯერ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ახდენენ ამ პირების იზოლატორამდე მიყვანას და ხშირ შემთხვევაში იმ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, რომ იზოლატორში უბრალოდ მათი დატოვება არაგონივრული არის და იციან, რომ იზოლატორი უარს ეტყვის მათ ამ პირების იზოლატორში განთავსებაზე, შესახლებაზე და შემდგომ უკვე კლინიკაში ხდება ხოლმე მათი, ასე ვთქვათ, გადაყვანა. გარდა იმისა, რომ საპატრულო პოლიცია კიდევ ერთი ტენდენცია, ასე ვთქვათ, პატერნი, რაც გამოიკვეთა, ეს არის ფაქტობრივად პოლიციის გაუქმება, მათი დამცირება. პირველი, რა შევლინდება? აი
ეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ადამიანები რომ უშტებს და წიხლებს იქნევენ და შემდგომ რომ ამაზე გამოძიება იწყება ან ის რომ ამ პირებმა ვითომ და სამართალდარღვევა ჩაიდინეს ამ პროცესების ლეგალიზებაში ასე ვთქვათ მონაწილეობენ სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და გეტყვით რაში ვლინდება ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე პროცესებზე გვევლინებიან სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომლებმაც 5, 10, 15 რიგის უკნიდან დაინახეს როგორ იგინებოდა კონკრეტული პირი, როგორ არღვევდა კორდონს, როგორ აყენებდა შეურაცხყოფას. ანუ თქვენ მათ არ მიიჩნევთ მოწმეებად. ბუნებრივია, იმიტომ რომ ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები. თუმცა მათ ეს ბედი არ გუნა სისტემამ სამწუხაროდ და სასამართლოში მათ უწევთ ამ მტკიცონ ის, რაც არ უნახავთ, რაც არ მოусმენიათ და კიდევ ერთი, რაც ძალიან მკაფიო იყო 2 დღის წინ, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ ალყაში მოაქცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა მშვიდობიანი მომიტინგეები, ერთი მხრივ პარლამენტის მხრიდან და მეორე მხრივ რესპუბლიკის მოედნიდან ჩვენ ვნახეთ, რომ სპეცრაცმი იყო მობილიზებული და ფაქტიურად შიხში ყოფებოდნენ პროტესტის მონაწილეები და მათ მიმართ დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება და დაკავების ღონისძიებები ხორციელდებოდა და მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე შემომავალი ვიწრო ჩიხები, როგორ ქონდათ დაკავებული ნიღბიან პირებს, ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს და ფაქტობრივად საპატრულო პოლიციის თვალწინ ეს არის საპატრულო პოლიცია არის პირველი რაც ამ ქვეყანაში ჩვენ ყველას მეც როგორც რიგით მოქალაქეს მახსენდებოდა ნებისმიერი ყოფითი თუ სხვა სახის კანონდარღვევის დროს და მარწესრიგის აღდგენის მიზნით ესენი იყვნენ ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მაღალი სანდოობით სარგებლობდნენ და ჩვენ რა ვნახეთ მათ თვალწინ ფიზიკურად უსწორდებოდნენ სხვადასხვა ადამიანებს მათ შორის ჩვენ ვნახეთ ტელეპირველის ჟურნალისტზე და ოპერატორზე გაუგონარი სიმხეცე და სხვათა შორის სიმხეცე იყო ის სიტყვა, რაც ლევან იოსელიანმაც კი გამოიყენა, როდესაც დაახასიათა დღეს განვითარებული მოვლენები, ხო? და ეს ადამიანები იყვნენ სრულიად უმოქმედონი, სრულიად ბორკილებ დადებულნი იმისთვის, რომ საკუთარი უფლებამოსილება განახორციელებინათ. და რატომ? იმიტომ რომ როგორც ჩანს მათ ასეთი ბრძანება აქვთ. და სხვათა შორის სწორედ ეს ინციდენტი უგულისხმობ ჩიხებში ნიღბიანი პირების მიერ ტელეკომპანია პირველი ჟურნალისტ და ოპერატორზე თუ სხვა პირებზე თავდასხმები შესაძლოა გამოიყენოს მთავარ არგუმენტად ხელისუფლებამ და გაამართლოს ამითი ნიღბების ტარების მოსალოდნელი აკრძალვა, რაც დაანონსდა ხელისუფლების მიერ, ხო? ამაზეც კითხავთ აუცილებლად. ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომლებიც არიან დაკავებულები და რომლებთანაც თქვენ გქონდათ პირადად კომუნიკაცია, არიან უსამართლოდ დაკავებულები და მათ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ? მოდი ასე ვთქვათ, უშუალოდ არათუ მე უშუალოდ რომელ პროცესებშიც მონაწილეობდა, რომელ საქმეებშიც ჩართული ვართ. ქსელში არის არაერთი ადვოკატი ჩართული და თითქმის ყველა შეტყობინება, რომელიც შემოდის ამ ცხელ ხაზზე, აქციებთან დაკავებულებთან დაკავშირებით, ჩვენი უშუალოდ მონაწილეობით წარიმართება ხოლმე სასამართლოში. არც ერთ საქმე არ შეწყვეტილა. ანუ როგორ შეიძლება რამდენად გონივრულად მიგაჩნიათ, ჩვენ ხო ყველა ვხედავდით მინიმუმ ერთეულ შემთხვევებს, სადაც ძალიან ცალსახა იყო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, ყოველგვარი მოწმეთა ჩვენებების გარეშე, რომ მოხდა თვითნებური დაკავება. და ერთ-ერთი მათგანი არის საბა ქევხიშვილის საქმე, რომელსაც უშუალოდ ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს და რომლის დაკავების კადრები მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელდა და მე იმედი მაქვს, რომ აი სხვათა შორის საბა ქევხიშვილს უყურებთ ახლა თქვენ ეკრანებზე და თუ ხმოვან რეჟიმზე ჩავთავთ, უბრალოდ გავჩნდები, რისთვის დააკავეს ეს ადამიანი, თქვენ ხედავთ, რომ კომუნიკაციაში, რომლის ინიციატორიც იყო თავად სპეცრაცმის თანამშრომელი და ეკითხებოდა საბას თუ რის გამო იყო აქციაზე და საბამ საკუთარ ტელეფონში აჩვენა ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობა და აი ამ კადრების ჩვენების შემდგომ სავარაუდოდ ამ დანაყოფის ხელმძღვანელმა მიიღო მისი დაკავების გადაწყვეტილება და იცით შემდგომ რა მოხდა, როდესაც აი ეს კამერა თვალს მიეფარა, იმიტომ რომ იქ გადაადგილება მათ შორის მედიას შეზღუდული ჰქონდა. გულისხმობ ლოკაციას, სადაც ეგრეთ წოდებული მარშრუტკები არის განლაგებული და იცით როგორი მარშრუტკებია? სკამები არ არის შიგნით, არის უფანჯრო. იმისთვის რომ ის ძალადობა და ის სისასტიკე, რაც უნდა განხორციელდეს დაკავებული მომიტინგეების მიმართ, მოხდეს ფარულად. და იცით რა ხდება ძალადობის გარდა ამ მარშრუტკებში?
მოროდიორობა, მათი დამცირება, მათი ადამიანებს ემუქრებიან გაუპატიურებით, ადამიანებს ეკითხებიან კიდევ ხვალ აქციაზე და თუ დადებით პასუხს მიიღებენ, ორჯერ მეტად უსწორდებიან ფიზიკურად. და იცით რა ვნახეთ იზოლატორებში ჩვენ ადვოკატებმა და მათ შორის ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის იყო უმძიმესი ამის ნახვა. ფეხშიშველი ახალგაზრდები ამ ყინვაში, რომლებიც სისხლიანი ტანისამოსით და ტანისამოსი იყო მხოლოდ სისხლიანი შარვალი და თხელი მაისური, იმიტომ რომ ქურთუკებიც გახადეს ამ მარშრუტკებში, ტელეფონები წაართვეს და აი ასე შიშვლები და სისხლიანებულები ფეხშიშველები შემოდიოდნენ იზოლატორებში, როდესაც მათთან პირველი კომუნიკაცია უნდა მქონოდა. და რას ვეუბნებით ჩვენ ამ ადამიანებს, რას ვპირდებით ჩვენ ადვოკატები ამ სისტემაში, როდესაც ხვალ ვიცით რომ ან 48 საათში ჩვენ ვიცით რომ ამ ადამიანს ჩვენ შევხვდებით სასამართლოში. ერთადერთი რის თქმა ჩვენ შეგვიძლია არის პირველი ადამიანური მხარდაჭერა ნუგეში და მეორე. ჩვენ ვიცით რომ ეროვნულ დონეზე არც ერთ საქმეს პერსპექტივა არ აქვს. სასამართლო ჩვენ ვიცით რომ მხოლოდ აპირებთ საერთაშორისო სამართლის რა თქმა უნდა და აი ამას დავასრულებ და მე მგონი ვარლამზე რომ გადავიდეთ უმჯობესი იქნება. ჩვენ ვიცით რომ სასამართლო ერთი მოწმე ბჭყალებში საპატრულო პოლიციის ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის მონაყოლის საფუძველზე მიიღებს ხშირ შემთხვევაში პატიმრობის ან ჯარიმის გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიცით რომ საგამოძიებო სამსახური ვერც ერთ ადამიანს რომელმაც მასზე იძალა და ვერ დასჯის და ამას რაიმე ჩემი განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილება ან რა ვიცი რაღაც სამართლებრივი ნორმების ცოდნა კი არ მათქმევინებს არამედ საგამოძიებო სამსახურმა ამ წელს, როდესაც წინა წლის 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, პირდაპირ დაწერა, რომ ეს უწყება ვერ უზრუნველყოფს დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე ეფექტურ გამოძიებას, იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცავები არ არიან იდენტიფიცირებადი. და როგორ ფიქრობთ, რატომ არ არიან ეს ადამიანები იდენტიფიცირებადები? შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსი არ აქვს, რომ სტიკერი მიაკრას და დანომროს ეს ადამიანები? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის სისტემის მიერ მიცემული გარანტია ამ მოძალადეების მიმართ, რომ თქვენ ვერ დაიშჩებით. და ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ რაც შეგვიძლია ჩვენ დაბეჯითებით ვუთხრათ ადამიანებს, არის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, თუმცა იმ დროისთვის, როდესაც მაგალითად სტრასბურგის სასამართლო დაადგენს დარღვევებს ამ საქმეებზე, ჩვენ ისიც არ ვიცით ამ საქმეების აღსრულება იქნება თუ არა სავალდებულო ამ ქვეყანაში და საერთოდ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ იმ დროისთვის. ჩვენი მეორე სტუმარი ვარლამ გოლეთიანი, მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის წარმომადგენელი. ვარლამი მაყურებელს კარგად ახსოვს ჯერ კიდევ 2021 წელს მიმდინარე საკმაოდ ხანგრძლივი საპროტესტო აქციების დროს, როდესაც თქვენ აპროტესტებდით ნამახვან ჰესის აშენებას და შემდეგ უკვე საინვესტორმა კომპანიამ მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება და დაიწყო საერთაშორისო არბიტრაჟში დავა. პირველ რიგში მიმდინარე პროტესტზე თქვენი გამოხმაურება, იმიტომ რომ თქვენ ისევ ხართ დღეს თბილისში და მონაწილეობას იღებთ ამ პროტესტში. და შემდეგ უკვე ნამახვან ჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც რომ შევეხოთ, იმიტომ რომ ვიცით რომ მაყურებელს შევახსენებ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წააგო საერთაშორისო არბიტრაჟში და საინვესტიციო ინვესტორმა კომპანიამ გაიმარჯვა ამ გადაწყვეტილების შედეგად ხელისუფლებას დაეკისრა კომპენსაციის სახე გადახდა ინვესტორი კომპანიისთვის. ვარლამ. მოკლედ ერთი წუთით მინდა რომ ყურადღებისკენ მოვუწოდო მაყურებელსაც, შეიძლება კარგად არისპოდეს ხმა, ხა მიკროფონთან მივიტან და თქვენც რომ მოусმინოთ კარგად თუ შეიძლება. პატარა მოკლე ვიდეო. გითხავთ 300 მილიონ დოლარზე მეტი გვექნება სავარაუდოდ გადასახდელი თქვენს საუბრით ამაზე გუშინ, რადგან არბიტრაჟში დავაწავით. თქვენ ასევე თქვით, რომ კონტრაქტი იყო ძალიან გამართული, უბრალოდ საპროტესტო აქციები იყო და ამის გამო გაწყვიტა სახელმწიფომ. პირველ რიგში მაინტერესებს ასეთი მოწყვლადი უნდა იყოს სახელმწიფო, რომ პროტესტის გამო. არა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც თქვენ დაარქვით რუსული კანონი. ამ პროტესტში, რომელიც იყო ამაზეც გითხავთ, მაგრამ იქამდე მიპასუხეთ. არ მოგწონთ ჩემი პასუხი. კონტრაქტი არ უნდა გაეწყვიტა ინვესტორთან? არა, ბატონო, მე ხო ეს უნდა მოვყვე მე და ნიუსად დავწერო და კონტრაქტი
კონტრაქტის გაწყვეტა ენკასთან იყო თუ არა შეცდომა იმ შედეგის გათვალისწინებით, რაც არბიტრაჟმა დაადგინა. გაწყვეტა კი არ იყო, ვეღარ გავაგრძელეთ კონტრაქტი, ეს სამხრივი გადაწყვეტილება კი არ იყო. არა, ენკა წავიდა არბიტრაჟში უბრალოდ თავად კონკრეტულად. ბოდიში გიხდით, მეორე დავას არბიტრაჟზე და შემეშალა. მაგრამ ჩვენ არ გავიწყვეტი, ანუ ეს პრინციპულია, ხო? ამიტომ ნახეთ რაშია საქმე. ამიტომ მივიღეთ სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რასაც თქვენ დაარქვით რუსული კანონი და თქვენმა ტელევიზიამ, ხო? სინამდვილეში გამჭვირვალობის კანონი მათ შორის ასეთი რისკების პრევენციისთვისაც არის განკუთვნილი. სწორედ იმიტომ რომ არ ქონდა ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, გაბედეს უცხოეთიდან დაფინანსებულმა კონკრეტულმა ორგანიზაციებმა, NGO-ებმა. კი, ეს განცხადება ვარლამ. ჩვენს ქვეყანაში. მაგის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, როგორც არის კობი-ქვეშეთის გვირაბი. იმ ხელა წინააღმდეგობა იყო კი რაღამ ჩააგდეს ეს პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა. ეს პოზიცია არაერთხელ გვაქვს განმშელოვანია და ამიტომ ასეთი სამარცხვინო ქმედებები მომავალში აღარ განხორციელდეს. თქვენ სახელმწიფოზე ისაუბრეთ და სწორი მინიშნება იყო. სახელმწიფო ძლიერი უნდა იყოს. მათ შორის უცხოური შავი დაფინანსების წინააღმდეგ, რომელიც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს. ეხლა ვინ არის პასუხისმგებელი? NGO-ები არიან პასუხისმგებელი ამ დაგესრებულ თანხაზე. BMG მაშინაც ამბობდა, რომ სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ინვესტორისთვის შეექმნა სათანადო პირობები, ამიტომ აქვე შეგახსენებთ შეიძლება ინვესტორი პირობებით. 2021 პროტესტი ანუ არალეგიტიმური იყო? დიახ, მე ვფიქრობდი, რომ იყო. პროტესტი მე რატომ არ თქვით ეს თავდაპირველად? შეიძლება გამოგიგზავნოთ ყველა სიუჟეტი, რომელსაც მაშინ მე ვამზადებდი და ჩემი გუნდი. თქვენ ამბობდით, რომ პროტესტი იყო არალეგიტიმური? კი, და ინვესტორი მადლობა, ნამოხმენი აუცილებლად აშენდება. ველოდებით თქვენს ხარდაჭერას. აუცილებლად ნებისმიერ დროს ეს იცით ლევანდოვიჩმა. ანუ ისევ გააქტიურდა ნამახვან ჰესის თემა და პრემიერის ბოლო განცხადებაც იყო იმის დასტური, რომ შესაძლოა ისევ დადგეს ჰესის აშენების საკითხი. აი დრო ეხა ძვირფასია, ბუნებრივია, იმიტომ ჩავთე რომ ჩვენ გვერდზე, Facebook გვერდზე, საიდანაც ჩვენ ვეკონტაქტებთ საზოგადოებას, იქ დავდე, მაგრამ არა აქ ეხა გავრცელება იმხელა და მინდოდა ზუსტად იცოდეს მაყურებელმა რა ითქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის 3 დეკემბრის ბრიფინგი, რამდენიმე დღის წინ. და რომ გავყვეთ ეხა, ხო, ანუ პუნქტობრივად რა არის აქ ნათქვამი. ნახეთ, თელარა გელანტია თქვენი კოლეგაა, ხო ასია? დიახ. TV პირველზე მუშაობს. ირაკლი კობახიძის პოზიცია მოისმინეთ. ეს ხალხი ამბობს ორივე ერთად თანხმდებიან იმაში, რომ ეს იყო აბსოლუტურად გამართული პროექტი, რომ შეთანხმება მთავრობას მაშინ უნდა დააშენება და უცხოური დაფინანსების მოქმედმა ორგანიზაციებმა მთავრობის პოზიციით ჩაშალეს ეს პროექტი. მაშინაც კი არა, ახლაც უნდა და ეს თulis ბატონი კობახიძე თulis, რომ კარგი პროექტია, შეთანხმებული იყო სახელმწიფოსთან და ჩვენ ვიღაც აგენტებმა ეს ჩავშალეთ. ხო, ამაზეა საუბარი. ანუ მე მაინტერესებს, ახლა უბრალოდ ადამიანებს მაინტერესებს თქვენი პოზიციაც დავუშვათ. აი თქვენ უშუალოდ ამ ორი ადამიანის პოზიციას თუ ეთანხმებით? ორი ირაკლი კობახიძის და თელარა გელანტიას. ანუ რასაც საუბრობენ, ახლა მაგიტომ მოგასმენეთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე თქვენი მოტივაცია ვიცოდე, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და ჟურნალისტებმა თქვა ის, რომ 3 წლის წინაც იყვნენ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზე. რა პოზიციაა? აი მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელს ამაზე რა. პირველი არხის მაყურებელს ჩემი პოზიცია საერთოდ არ აინტერესებს, აინტერესებს ვარლამ გოლეთიანის და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანის მოქალაქეს ადამს გეკითხები, იმიტომ რომ როგორი მომენტია, იცი, ქალბატონ თამთა რომ ნახეთ, ჩვენ ამის გამო, ეხლა რაც აქ ითქვა, ხო, რომ ჩვენ ვართ რუსული რბილი ძალის გამტარი ქვეყანაში, რომ რაღაც ვალი წამოუკიდეთ ეხლა ქვეყანას და მძიმე ბრალდებებია, მოგეხსენებათ, ხო, ასე და ვართ მოსახლეობა, სადღაც მცხოვრები. ანუ ჩვენ ვინ უნდა გვესარჩლებოდეს თქვენი აზრით, აი ესეთ მძიმე ბრალდებებს ისმენ ხელისუფლების მხრიდან, ხო? და ამას მეორე მხრივ ეთანხმება ის ოპოზიციური მედიაც ეგრეთ წოდებული, ხო ასია. ნახეთ რა მოხდა, გეტყვით ახლა. ამ შემთხვევაში გარემოს დამცველების არაფერს შორში არ არის. ზემოქმედების დოკუმენტებით უნდა იყოს ეს ყველაფერი გამყარებული, ხო? რა თქმა უნდა, არ უნდა მიადგეს ზიანი, არანაირი ზემოქმედებას არ უნდა ხდეს ადგილი და მეორე მხრივ მოდი მაგ ტექნიკურ დეტალებს ცოტა მე შევეხოთ, უბრალოდ მე თავიდან რატო ვამბობ, იცით, რომ მე აქ ვიყავი მოსული თქვენთან, როდის აი ეს მეორედ რომ ინიცირდა რუსული კანონი და ბატონი მდინარაძე რო ამბობდა ბრიფინგზე და მედიას ეუბნებოდა, რომ ეხა იმიტომ უნდა მივიღოთ ეს რუსული კანონი თუ თვითონ რასაც ეძახიან გამჭვირვალობის კანონს, რომ აგერ ყველამ ხო ვიცით, რომ ნამოხვანის მოძრაობა რუსეთისგან ფინანსდებოდაო ეს წინააღმდეგობა ეს და ამას ასაფორთებდნენ
არასამთავრობოები, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდებოდნენ. ნუ ალბათ ლოგიკა ეს არის ხა, ხო? და სწორედ ამას ვამბობ, რომ მოვედი თქვენს ტელევიზიასთან და მინდოდა რომ გამეცა ამაზე პასუხი იქ ვიდექით რამდენიმე ადამიანთან ერთად ქვემოთ და ნახეთ ესეთ ძიმე ბრალდებას ისმენ და შენ გინდა რომ ამას უპასუხო. და ახლა თქვენგან არა, ნახეთ მე ისე თქვა მინდა იცი ეს შესაძლებლობა მოპოვებულია ახლა დიდი ომით, ხო ასია, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ეს ფანჯარა არ არის ყოველთვის, ხო ასია. ეხლა კი გეუბნებით მე, მაგრამ ნახეთ თამთა უსიამო 2021 წელს ჩვენ უწყვეტად ვაშუქებდით თქვენ საპროტესტო აქციებს, რატომ არ შეიძლება ნახეთ ანალოგიური მოთხოვნა გქონდათ მაშინაც რომ შეწყვეტილი იყო. თამთა დავასრულებ, ნახეთ შეხედე მაშინ 2021 წელს იქ ყველა მედია იდგა. მათ შორის პოზიციური, ოპოზიციური, ზოგი გვაშავებდა, ზოგი ხანდახან კარგ სიუჟეტსაც აკეთებდა, ხო ასია. თქვენთანაც გქონდა ერთხელ ჩართვა ოდესღაც გუმათიდან ბარიკადებთან როცა ვიდექით. ხო, მაშინ გქონდა თქვენთანაც. მაგრამ მე ისე თქვა მინდა, როცა ჩვენ შემდგომად ამ პროცესების შემდგომ ესეთ ძიმე ბრალდებას გვიყენებენ და მე მოვდივარ თქვენთან და თქვენ არ მიშვებთ რომ მე თავი ვიმართლო, ეს რატომ იჭდება ახლა ესეთი განსხვავება? არა, ორჯერ მოვედი და მე იმიტომ გეუბნებით ახლა ამას თქვენ რომ თქვენ ყოველდღიურად აქ ამბობთ რომ აი დაბალანსებული ეთერია თქვენს გაქვთ სიტყვა ყოველთვის მე უშუალოდ თქვენი ტექსტი მოვისმინე ხა წინა დღეებში და მაგიტო გეუბნებით ამას თორე რაღაცა ხო არ ვიგონებ უბრალოდ თქვენ ამბობთ რომ დაბალანსებული ეთერია ეს არის ხალხის ტელევიზია ამაზე ხშირად მიდის პედალირება და აპელირებთ ხო ამ საკითხი და ზუსტად ეს აი თუ ესია აი რომ მოვდივარ მე იქ მაგალითად და რომ გამომაცხადა პრემიერმა ვიღაცა პარლამენტის თავმჯდომარემ თუ ვინც არიან ეს ხალხი აგენტად და ამ რუსული ბილიძალის გამტარად და ასე შემდეგ და უმძიმე სამშობლოს ღალატში დამადანაშაულა ხალხმა ხო? ეხლა მე არ უნდა მქონდეს სიუცე იმისი თუ თქვენ ხალხის ტელევიზია ხართ მაგალითად რომ დავჯდე და რაღაცა ეს თქვა. სავარაუდოდ პარლამენტი გულისხმობს იმავე სიუჟეტში ყოველგვარი არა სიუჟეტი არ მომზადებულა მაშინ იმასე გავიდა მხოლოდ განცხადება. იქ გავიდა და მე უბრალოდ მოვედი. ეხლა არის ესეთი მომენტი რომ აქაც რაღაცა გუშინ ცოტნე თუ არა ზეიჯდა აქ ამ სკამზე. ვერც მეთვალმომ რეპორტაჟი რომ მომზადებულიყო თქვენი პოზიცია აუცილებლად იქნებოდა ასახული როგორც მე მაგას ვამბობ რო არ მომზადდა თქო ანუ ჩვენ რა ვქნათ ამ დროს ეს რო არ მომზადდა რო არ გაკეთდა იცით ვარლამ ტელევიზიაში ადრე ეს ეხლა თამთა ეს ეხლა არის ორი კვირა საგანგებო აი ეხლა რა გაქვთ ამიტოც ვართ ჩვენ მაყურებლისთვის ეს რომ არ დავდაგოთ ახლა ნახეთ სათქველის მეტი რამ აქვს მაგას ვამბობ არ დავკარგოთ რომ ხო ხართ საგანგებო რეჟიმში და მე მგონი გვაქვს ისედაც დროის მეტი რა გვაქვს ხოსე შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ ყოველ შემთხვევაში რაც ვაქვს ეს სათქველი დამაცადეთ და ვიტყვი ის ეხლა რომ თქვენ დავუშვათ შეიძლება ხა ჩემი შენიშვნები ბოლომდე არ მიიღოთ, ესეც ჩემთვის ცხადია, მაგრამ უბრალოდ როცა ნახეთ რა მომენტია, მე რო ახლა აქედან გავალ ამ კარიდან, ხო ასია და ეს განცხადებები რო კეთდება ყოველდღე რაც მოგასმენინეთ ჩვენთან დაკავშირებით. აი ამ დროს მე რა მიცავს? მე რომ მოვიდე თქვენთან, თქვენ აქ შემომიშვებთ კიდე? თუ აი მაგალითად ეხლა ხალხი რო იდგა ეგ ჯარი ქვემოთ რომელმაც ეს ეთერი მოიპოვა კონკრეტულად ეხლა და საგანგებო რეჟიმში მუშაობთ თუ მარტო ახლა არის ეს თუ მერეც იქნება კიდე ანუ თამთა რა მაინტერესებს როდესაც პირდაპირ ეთერში მონაწილეობაზე არის საუბარი ასე დროს ხდება წინასწარ შეთანხმება დაგეგმვა გადაცემის და როდესაც თქვენ ითხოვთ უბრალოდ კომენტარზე ჩვენ არასდროს არ გვიქვთ არა კომენტარის გაკეთებაზე არა კომენტარზე რატო ნახეთ შეხედე თამთა იქ სამინისტროსთან როცა ვიდექით შარშანის დრო იყო ზუსტად რაჭის ტყეების გასხვისებას ვაპროტესტებდით ხო ზუსტად იგივე მე დამაკავეს კიდეც და იქ უმძიმესი ვითარება იყო ხალხი არანაკლებ ცემეს სხვათა შორის ქალბატონები ეხა დღეს რო აქ ჩვენ აქციაზე რასაც ვხედავთ ну იქ პირველი სისასტიკე იყო რომელიც გამოამჟღავნა ამ ხელისუფლებამ ცხადად ესე ჩვენთვის ცოტა ერთი წლის წინ მოხდა ეს ამბავი და ნახეთ არავინ ჩვენი გამომსარჩლებელი არ იყო ეხლა მე მარტო თქვენთან კი არ მაქვს ეს პრეტენზია იგივე პრეტენზია მაქვს იმ ოპოზიციური არხებთან რომელიც ეგრეთ წოდებულ რაღაცა სიმართლეზე დებენ ხოლმე თავს რომ აი თითქოს ვიღაცები აი ის ხალხი თქვენთან ითხოვს ეთერს ეხლა უყურებდი წინა დღეებში ხო ასია აქ ხალხს ეთერი საუბრობენ 24/7-ზე სადღაც და ეხლა აქაც უნდათ გასაგებია მაგრამ ჩვენ ვართ ამ პროცესების მიღმა საერთოდ ხვდებით რას ვამბობ ჩვენ არც თქვენთან მიგვიწვდება ხმა და არც იმ ხალხთან მე ყველასთან მაქვს ეს პრეტენზია და ნახეთ რა მძიმე ბრალდებების ქვეშ ვართ თქო მაგიტო გასმენინებთ ამიტომ რადგან თქვენ ეხლა მე ვერ მივადგები მაგალითად ფორმულას მთავარ არხს
და TV პირველს. იმიტომ რომ კერძო პარტიული არხები აქვს თავისი დღის წესრიგი. მაგრამ რატომ მოგადგებით თქვენ ხომ? თქვენ ფინანსებით ჩვენი ჯიბიდან. ახლა ხარ ეთერში ლევან და ვარლამ უკაცრავად გაქვთ ახლა საშუალება რომ თქვენი საქმე თქვა არც დროს ეს არის ჩემი საქმე. მე მაგას ვამბობ. ეს არის ჩემი საქმე და რა თქმა უნდა მოპოვებას რაც ეხება რომაროს ყოფილიყო ამ შემთხვევაში ნება ხელმძღვანელობის ვერ მოხვიდოდით ხომ და ეთერს არ დაგითმობდით. ეს იყო შეთანხმება და თან ახლა რა არიცი ეხლა შეთანხმება იყო და მაგას ხსნის ზუსტად ეს რა შეთანხმების ნაწილიცაა, მაგრამ მომავალი როგორი იქნება ჩვენი ეს მაინტერესებს. აუცილებლად გაგაშუქებთ ვარლამ, როდესაც თქვენ მოგმართავთ აუცილებლად, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა თქვენი კომენტარების ეთერში გაშვების პრობლემა. გასაგებ ძალიან კარგი, თუ ესე უბრალოდ არ გასულა აქამდე და მაგით თუ ამის შემდეგ იქნება. გადაცემაში გაქვთ ვარლამ მონაწილეობა მიღებული. კომენტარი არის სხვა რამე. კომენტარი, ნახეთ, მე ხა მედია პროდუქტი, ასე თუ ისე მე ფორმებზე ვსაუბრობთ უბრალოდ და საერთო მუშაობის სპეციფიკაზე და დროს ვკარგავთ მნიშვნელოვანზე რაც საფრთხე. თამთა როგორ არის რომ მედია პროდუქტი ასე თუ ისე ხო ეხლა თქვენ რო გესმით, ჩემთვის ცხადია, იმიტომ რომ ჟურნალისტი ბრძანდებით და მეც ამასობაში რაღაცები ვისწავლე. თქვენ რო ჩამოხვალთ ეხლა იქ რიონის ხეობაში და ჩემგან აიღებთ სამწუთიან კადრს და შემდეგ იქიდან რაღაცას დაამონტაჟებთ და გავუშვებთ, ხო? შედარებით რბილი ვერსია, რომ ხელისუფლებას დიდად არ ეწყინოს, მაგალითად, რაღაც ესეთი. ეს სხვა რამეა, მაგრამ მე რო ეხლა აქ ვზივარ, ეს კიდე სხვა რამეა. აი მე შემიძლია დაგისვათ მაგალითად კითხვები, ეხლა კი კითხეთ, წეგან თქვენ რა არ მოგწონთ ნამოხვანის პროექტში, ან მიგაჩნიათ თუ არასწორად რაც თქვა ბატონმა კობახიძე, მაგრამ ამაზე ხა თქვენ არ გაქვთ კონკრეტულად პასუხები არაფერზე, მაგრამ ამასობაში ჩვენ გაგვასამართლეს მაგნიშნით, ხვდებით და გვპირდებიან კიდე, აი ეს ბიტო მოგასმენეთ ეს ვიდეო, რას გვპირდება კობახიძე, რომ ეხლა რო ჩამთავრებს ამ ჟლეტას აქ, რასაც ჩამთავრებს. ამის შემდეგ, არა, დადგება კიდევაც, იმიტომ რომ მე სხვა გზებითაც დამეკავშირდნენ უკვე ვიღაც ადამიანები. აი ამაზე მინდა თქვენი პოზიციის მოსმენა, ახლა ისევ დაიწყება საპროტესტო გამოსვლები, დიახ. მე გამოვიყენებ. ეხა მე დამიკავშირდი რაღაცა სხვადასხვა გზებით დააპირეს შეხვედრა, აინტერესებთ ეხა ჩემი პოზიცია ისევ ნამოხვანთან დაკავშირებით, ეს კონკრეტულ ვიღაც ბიზნესმენებს გულისხმობ, ხო? ეხა არ ვიტყვი ჯერჯერობით, მაგრამ ისე ეს უკვე ფაქტია. ანუ ეს პროცესი დაძრულია და რას გვპირდება ამ დროს ეგრეთ წოდებული პრემიერი, ხო? გვპირდება, რომ ყოველგვარი დემოკრატიული რაღაცა სივრცე მოუსპოთ, დიალოგის სივრცე მოუსპოთ, უბრალოდ მოისპო, ჩვენ ვართ აპრიორი მტვანი ხალხი, ჩვენ მიმართეთ თქვენ და იყო ასეთი პასუხი? არა, ნუ პასუხი არ არის, ხა რაც მოგასწრეთ, მაგითო მოგასწრეთ, ყურადღებით მოვუსმენთ. მაგას ამოსრო. იგივე დიალოგის თამთა, ნახე ახლა ლოგიკა რაშია, რომ თუ მაშინ 2021 წელს უფრო კონსტრუქციული პროტესტი ეხა რაც ნამოხვანი იყო და მახსოვს მე ვაშუქებდი ამ პროცესებს და მახსოვს რომ მთავრობის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი იყო უშუალოდ თქვენთან კომუნიკაციაში ჩართული და იყო დიალოგის მცდელობა, თუმცა დასრულდა ყველა ჯერზე. დასრულდა, იმიტომ რომ იმ ხალხს არ უნდა გაიქცნენ იმ დიალოგიდან. ანუ ახლაც ხომ არ აპირებთ რომ დიალოგის მთხოვნით მიმართოთ. ხო და ეხა თვითონ ამბობენ რომ დიალოგი აღარ იქნება. აი მაგიტომ მოგასმენიათ და გთხოვეთ რომ ყურადღებით მოგესმიდათ. ანუ რას ნიშნავს ეხლა რაც ხდება ჩვენს თავს? უფრო კონსტრუქციული პროტესტი, თქვენ ნანახი არ გექნებათ დარწმუნებულად, რაც ნამოხვანი იყო, ჩვენ მოსახლეობა აბსოლუტურად თანმიმდევრულად და მწყობრად, ბევრი იურისტზე კარგად და ბევრი, რა ვიცი, სპეციალისტზე კარგად ვაყალიბებდი და აზრს ხომ? ჰესთან დაკავშირებით და ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ზოგადად როგორი უნდა იყოს რაღაცა სექტორი და დარგი და ასე შემდეგ და მოდით და გვეკამათეთ თქო ვიძახოდით. იქ ხო გახსოვთ ის გაქცეული მინისტრი თურნავა, ხო? აი რომ დავსხედით და რომ უნდა გვესაუბრა და რომ ვერ შეძლო ჩვენთან დებატი და წავიდა. მაგის შემდეგ არაერთხელ ვითხოვეთ ჩვენ რომ მოდი ეს საკითხები განვიხილოთ. ეხლა რა მოხდა? ესეთი განხილვა არასდროს არ მომხდარა, არც თქვენ დაგიინიცირებიათ, რომ აი მოდი ვარლამ, შენ დაჯექი დაბა, თქვი შენი სიმართლე რაშია, არც თქვენ გითქვამთ ეს ჩემთვის ნამდვილად, არც იმ ხარეს ბუნებრივი არ უნდა, იმიტომ რომ არა აქვთ არგუმენტი, სინამდვილეში არაფერი სათხმელი არ აქვთ, ანუ ვერაფრით ვერ ამტკიცებენ და იცავენ ახლა იმ ხელშეკრულებას და იმ სარგებელს ბჭყალებში, რასაც თქვენს ნამოხვანი მოგიწევთ. ეხლა გვეუბნებიან თამთა რას რომ. ეხლა გვეუბნებიან რას რომ. თქვენ ხართ აპრიორი აი სუსის 2021 წლის ანგარიში მოხვდით ხალხო, მეტი რა უნდა, მეტი ცხადი, სად იყო ჯერ კიდევ რუსული კანონი, ჩვენ რომ მაგანგარიში ესე ვთქვათ მოხვდით, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ეს მოძრაობა უქმნის საფრთხეს ქვეყანას, ეს არის რუსული ბილი ძალის გამტარი და ანუ ეხა როცა სუსი უშუალოდ ესეთი ტიპის განგარიში შეყავ ხარ, ხო, ყოველწლიურ ანგარიში როგორც საფრთხეთ მოგნიშნა, ხვდებით?
ანუ აქ რაღა დიალოგზია საუბარი, იმათ პირდაპირ მტრად გამოგვაცხადეს და ეხლა დღეს ამბობენ, რომ ეს ხალხი გასაგებია აგენტურა არიან, თან ესეც ვერ დაადგინეს, ზუსტად ვისი აგენტები ვართ, იმიტომ რომ ხან დასავლეთის აგენტი ვართ. ეხლა ნახეთ ლიბერალურ განწყობაზე როცა იყო ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსზე იმოდა მაგალითად ოცნება, მაშინ ჩვენ ვიყავით რუსეთის აგენტები. ეხლა თვითონ რომ დასავლეთთან ჩახსნეს რაღაც გასასვლელი გზები, ეხლა გადავპორტირდით დასავლეთის აგენტები გავხდით, ხო ასეა? ეხლა ამ სატყუარებით ხო არ შეიძლება რაღაცა მე მესმის რომ მე თუ არ მათქმევინებთ არაფერს, ეგენი მოატყუებენ ხალხს ბუნებრივია, იმიტომ რომ ტრიბუნა მარტო მაგ ხალხისაა ყოველთვის. მე არ მაქვს, ჩვენ არ გვაქვს, ჩემნაირ ხალხს არ აქვს ეს ტრიბუნა. და მე რა არის, იცით? ასე რომ მოვნიშნავთ ყველას მე კოლექტიურ ნაცად, კოლექტიურ ვიღაცად, რომელიც ამოგვივიდა ყველას ყელში ეს ქოცი ნაცი ჯამში ვიძახი მე და ესეთი არაობიექტურობა, არაკეთილსინდისიერება, ესეთი მიდგომები, საერთოდ ესეთი უმეცრება, რომელსაც ყველა ერთად იჩენს ამ ქვეყანაში, ხო, მედია, ოპოზიცია, მთავრობა, აბსოლუტურად არაფერზე შინაარსობრივი საუბარი არ ხდება, სულ ლოზუნგების ქვეშ მოძრავთ. ახლა მე მესმის რომ თქვენ შეიძლება ნაცებთან ზოგადად მართლად გრძნობთ ესეთ თავს, იმიტომ რომ ნაცები ეს უამბობ, რომ მაგ ხრივ ყველაზე დაჩაგრული ხალხია, იმიტომ რომ მაგასთან ყველა მართლა მართალია, ჩემი აზრითაც ეს, მაგრამ ჩვენ თქვენთანაც მართალი ვართ. ეს არის განსხვავება, ანუ ჩვენ ნაცებთანაც მართალი ვართ, თქვენთანაც მართალი ვართ, მაგრამ განსხვავება ესა, რომ ნაცები და თქვენ არ გვალაპარაკებთ ჩვენ ხალხს. და ეხლა ზუსტად ეს პრობლემა აქვს ამ აქციებსაც, ეხლა აქ რაც იკრიბება და გამოვდივართ ყველა, ხო? რომ ნახეთ ხდება მიწებება და ასე გაშავება ამ აქციის. ხო, რომ აქ ვიღაცა ესენი დგანან. და ჩვენ რა გვინდათ? ვარლამ, ნახეთ, ანუ თქვენი გეგმა მინდა მკაფიოდ მოვისმინო და შემდგომი სამოქმედო სტრატეგია. ხელისუფლება ამბობს პირდაპირ, რომ შესაძლოა საარბიტრაჟო დავის დასრულების შემდეგ ისევ დღის წესრიგში დადგეს ამ პროექტის განხორციელების საკითხი. როგორი იქნება თქვენი გეგმა? ანუ ისევ დაიწყება პროტესტი? ნახეთ, მაგიტო დაგისვით კითხვა რომ თუ თქვენ ერკვევით პროექტში თვითონ, ანუ ეს როგორი პროექტი იყო, კარგი თუ ცუდი, მაშინ გეცოდინებათ, ისიც პროტესტი დაიწყება თუ არა კიდე, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროექტი. მაშინ თქვენ საუბრობდით რისკებზე, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების გარდა იყო ეკონომიკური საკითხი, არ იყო მარტო. ნახეთ, რამდენიმე მიმართულება იყო. ერთ რაღაცას და მე გეცოდინებათ თქვენ სხვა დროისთვისაც. არ იყო მაგალითად ხარჯსარგებლიანობის ანალიზი გაკეთებული პროექტზე. ეს ახლა სპეციალისტები თუ ვერ მეყო ჩართული, ყველამ იცის, ანუ რას სარგებლობდით? აქედან ეს არავის დაუთვლია. ეხლა უცებ, ეს არის ყველაზე მარტივი არგუმენტი. ეხლა თუ ეს დოკუმენტი არ დევს, მაშინ რაზე ვსაუბრობ? თუნდაც სარგებელზე. მამის შემდეგ მოდის იქ რა თქმა უნდა, როცა ნახეთ ეკონომიკურად თუ პროექტი არ არის დასაბუთებული, ჯერ გარემოს დაცვაზე საერთოდ ვერ ისაუბრებ. ანუ თუ ეკონომიკურად წამგებიან, ეს იგი საერთოდ არ ღირს გაკეთება და გარემოზე ზემოქმედებაც აყოფილა იქ რელევანტური საერთოდ საკითხი, ხო ასეა? ანუ ეს არის კომპლექსური საკითხი. ამიტომ ვამბობ, რომ ზედაპირულია ჩვენი მედია, როცა ამ საკითხებს მარტო ყველა მაგარია, რომ იარლი დაგადოს აგენტი გეძახოს სადღაც და სინამდვილეში ამას ეწირება ქვეყნის ინტერესი, აქედან მდიდრდება ის კონკრეტული რამდენიმე ადამიანი, თორე აგერ თუ არ მდიდრდება ბატონო და სხვანაირად თუ არ ითქო, მაგას ვამბობ მეც, დაგვიჯექით წინ და ვილაპარაკოთ, ხო? რატო გარბი ხართ ყველა შესაძლო და ეს ადვილია, როცა სისტემა შენზე ძალმომრეობს, ეხა რაც ხდება. ჩემთვის რატოა ყველაზე უფრო საგანგაშო ის პროცესი, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, ხო? ასე ანუ მე პირველ რიგში რატო ვდგავარ, იცით? რომ დაკანონდა უკვე ასეთი ტიპის რაღაცა ძალადობა, რომელიც ნახეთ, ადამიანი შეიძლება კიდე დააკაო თუ ის რაღაცას ჩადის არაკანონიერ სიტყვაზე ვთქვათ, მომიტინგე, მაგრამ აი იმას რომ მანქანაში წაიყვან, სახეს რომ ჩაუნაყავ, მე ნასკს რომ მიაწოდებ ბოდიში ამ სიტყვაზე რომ ცხვირი მოიწმინდოს სისხლი და გაგაუპატიურებო რომ ეუბნები, ანუ ეს ნახეთ, ეს რას გვახსენებს? თამთა ეს გვახსენებს ზუსტად იმ წინა ამბავს, ხოაზე, რასაც ეხლა დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსაზრება გექნებათ და ყველას, ანუ ნაცების რეჟიმს გულისხმობ. ეს ხო იმას გვახსენებს. ანუ ამას შორის დაისვა ეს ტოლობის ნიშანი, ამათ დააკანონეს უკვე ამ ტიპის ძალადობა და ეს არის, თორე ის რომ ეხლა ამ პროცესით ვიღაცები ჭკუას ირიგებიან ხოლმე, ჩემი მისამართითაც, რომ შეიძლება ეხლა ნაცების სისხლზე ვასხამთ წყალს და აქ რო ხალხი ეხლა რა ვქნათ, იმის შიშით რომ ნაცი დუბინკას გვირტყამდა, ახლა ქოცმა გვირტყა, სამაგერად ნაკლებად კინეული იქნება თუ ესე ხო არ არის ეს საკითხი, ხო ასე? ანუ აქ არის მარტივი ჭეშმარიტება, ვინც ქართულ ხალხზე აღმართავს ხელს, ცემს და ღირსებას შეულახავს. ყველას მოვთხოვთ პასუხს და თუ იმაზეა საკითხი, რომ ეხლა აქ რაღაცა ვინ ხელისუფლება, მე ვეუბნები ყოველ შემთხვევაში, მე ვინც მისმენს იმ ხალხს ვეუბნები, რომ
საზოგადოების აქტიურობაზე გადის სწორედ ის, რომ დაიბადოს რაღაც ახალი პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, ანუ განყენებული საერთოდ ამადგან, რომელიც შინაარსიანი იქნება და თქვენ ხართ სხვათა შორის ერთ-ერთი პლაცდარმი, თუ კი ესეთი უნდა ჩამოყალიბდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ გაფინანსებთ თქვენ და იქ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში თქვენ ვერ ხედავთ ამ პერსპექტივას? მე პირადად რომ მკითხოთ, აქ არ არსებობს წინა ხელისუფლების პოლიტიკური კათარზისის შესაძლებლობა ჩემი აზრით და ამ ხელისუფლებამ აბსოლუტური ტოლობის ნიშანი დასვა წინა ხელისუფლებასთან. ანუ ჩვენ ახლა უბრალოდ ვართ ესე ორ ცეცხლს შვა და ქართულ ხალხს ჭირდება აქედან გამოსავალი. გამოსავალი ხა ვიღაცები რო გვეუბნებიან რომ წადი სახში ჩამოჯექი, ეგ არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ გვცემს აგერ და გვიანონსებს რეპრესიას. დიახ, შექმნილ ვითარებაში მაშინ თამთა მე კი არ მიანონსებს მარტო. ყველას აბსოლუტურად ჩვენ რეგიონებში ხო ასია. აგერ გუშინ ცოტნე ვახსენე აქიჯდა სხვა ხალხი არაერთი ვინმე შემილია ჩამოგითვალოთ რომელსაც რეპრესიულად უსწორდება შემდეგ ეს ხალხი ეს როდის ხდებოდა იცით 2000 ჯერ კიდევ ახალი მოსული რო იყო ოცნება და ეს შვახევი ჰესის პროცესები რომ მიდიოდა თავპირი რო დაალეწეს იქ ქალებს სადღაც რომელიც აქ არავის გაუგია დარწმუნებული ვარ ჩვენ რამდენი ვიცი არ დავკლები არს დაბევა და არაფერი რიონის ხეობაში როცა იყო და ეხა რა გველოდება ამის შემდეგ ეს შეჯამებისკენ წავიდეთ ანუ თქვენ საუბრობთ თქვენს პრობლემაზე თქვათ იმ 3 წლის წინ დაწყებულ პროტესტზე და სწორედ დღეს მიმდინარე მოვლენების პრიზმაში აფასებთ ამას მე მინდა დავსვა შეკითხვა შექმნილ ვითარებაში როდესაც დაძაბულობა არის საკმაოდ ქვეყანაში სად ხედავთ გამოსავალს რა ნაბიჯი უნდა გადადგას თქვენი აზრით ხელისუფლებამ რომ არსებული დაძაბულობა განიმუხტოს ერთი მინდოდა ძალიან მნიშვნელოვანი მე თქვა რომ აი ამ დემოკრატიული ინსტიტუტების ქონა ქვეყანაში არის რაღაცა გარკვეული გარანტიები, ანუ ვინ გეყოლება ხელისუფლებაში, მაგის მიღმა ვიძახი, იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაცა არ გვაზღვევს აქეთ საპირისპიროდ, ანუ მინიმუმ ის რომ დაუშვათ, აი თქვენი ეთერი მექნება თუნდაც მოკლას რო დამიპირებს ირაკლი კობახიძე დაუშვათ თქვათ ხო? ან ესე რეპრესიულად გაუსწორდეს ვიღაცებს, რომ თქვენ დამით ეს არის დემოკრატიის გამოვლინება ამის თქმამი და გარდა ამისა ხა სასამართლოზე არაფერს ვამბობ, ესენი ხა რა მნიშვნელოვანი როა და აუცილებელი რომ სადღაც სამართალი იპოვო ადამიანმა ამ ქვეყანაში ეს ხო ეს არის. ანუ ნომინალური დემოკრატიული, ესე ვთქვათ, სივრცეები უნდა არსებობდეს, რომ ჩვენ საზოგადოებამ ამ პროცესისგან თავი დაუცვათ. ეხლა ვხედავთ, რომ ამას აუქმებს პირველ რიგში ხელისუფლება, ხო? და გვტოვებს შიშველ დუბინკანს და მარტო ამდენ ხალხს, როცა არავინ ჩვენ აქედან გამომსარჩლებელი არ გვეყოლება და თვითონ ამბობს, რომ არანაირ დიალოგს არავისთან არ აპირებდა. ეხლა რა უნდა ქნას? უნდა დათმოს ყველა შემთხვევაში. თუნდაც არჩევნებზე რომ ვამბობთ, ეხლა ხო, აი გაყალბდა არჩევნები თუ რაც. იქ ორი ფუნდამენტური პრინციპი დაირღვა დაუშვათ. იქ ვიღაცას 100 ლარები და 50 ლარები გადაუხადეს, ხალხი დააშინეს, რაღაცა ქნეს. ანუ თუ განცდა, მე ამის თქვა მინდა, რომ ქვეყანაში არ იქნა იმისი რომ არჩევნები სამართლიანად ტარდება მინიმუმ ეხლა ხვალაც რო ჩატარდეს სამართლიანად რო ჩატარდეს ხვალ და ოცნებამ მოიგოს მაგალითად ეს კიდე არ იქნება ტრაგედია არ იქნება ტრაგედია რატო იცით რომ სამართალია ის მართლა სამართლიანად ჩატარდეს იმიტომ რომ ჩვენ მქონდეს შესაძლებლობა როგორც ინსტრუმენტი არჩევნები ნდობა ესე ვთქვათ პროცესის მიმართ რომ შევძლებთ თუ არ მოგწონს ოცნება რომ გადავირჩიოთ თუ არ ვიღაცა სხვა მოგწონს სხვა ავირჩიოთ ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ხალხი ამ შემთხვევაში ვის მიანიჭებს რაღაცა თავის მანდატს ესე ვთქვათ ეს გამოჩნდება იმ სამართლიან არჩევნებზე ამის თქვა მინდა ვთქვი მაგრამ ეს სამართლიანი არჩევნები ჩვენ არ გვაქვს აქ არის დაშინების ბარლამ გამოსავალი და უნდა მარიამთან გადავინაცვლოთ და დავასრულოთ ეს ნაწილი ხო გამოსავალ ზუსტად ამას ვამბობ რომ აი ამ ქოცნაცურ დღის წესრიგში ამ ქვეყანაში აი მაყურებელს მინდა კაფეოდ უთხრა რომ არ გაერთვება თავის სინამდვილეში არაფერს ეს ყველამ კარგად ვიცით ეს იცის იქ რუსთაველზე ხა მე იმ პასუხისგებლობით აქ არ ვლაპარაკობ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების ესე ვთქვათ მე არ ვახმოვანებ ამ ხალხის მაგრამ ნახეთ იქ არის ერთი გამოკვეთილი ამბავი რაც გაზაფხულის აქციებზეც დაიწყო და რაც ეხლაც გრძელდება რომ პოლიტიკოსებს ერიდება ხალხი ხო ყველა მხრიდან აბსოლუტურად არ დგას იქ ტრიმ სწორი სტრატეგია ეს ანუ შეხედეთ ეს არ არის სასურველი სტრატეგია ზოგადად ყველაფერს ჭირდება ლიდერი გამძღოლი ტექსტის მთქმელი და გამომხატველი და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი რომელიც ცუდ დღეში ვართ იმიტომ რომ ვერ ვენდობით ამ ამორალურ პოლიტიკურ ძალებს ეს არის რეალობა ჩვენ ქვეყანაში დღეს ამიტომ არ გვინდა ასევე რო გცემოს ქართულმა ოცნებამ ნაცების მსგავსად და ვართ ახლა ამ ორ ცეცხლს ვთქო მაგას ვამბობ რომ გამოსული ვართ ქუჩაში და უბრალოდ ვითხოვთ რომ დათმე
და ჩაატარეთ თავიდან ეს არჩევნები და ვიცოდეთ ნახეთ რა არის, იცით, დაბრუნდეს ნდობა პირველ რიგში ამ პროცესის. შემდეგ ამ ქვეყანაში თუ ეს ნდობა დაიკარგება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც არ უნდა, აი როგორ გითხრათ, რაც არ უნდა ისეთი კარგი პოლიტიკური ძალა წარმოიშვას თავისთვის, საერთოდ აი თქვენი დახმარების გარეშე და სხვების დახმარების გარეშე ზოგადად, ხო? როგორ შეაღწევს ის ამ ქოცნაცურ დღის წესრიგში, სადაც არც თქვენ მიცემთ ეთერს, არც ეს ხალხი გადაფარავს ყველა პროცესს, რა ქნას ჩვენმა საზოგადოებამ, მაშინ ხო ასია? ან ნახეთ, ჯანსაღი ხმა, მიტომ უნდა ისვოდეს აქ ხალხის ხმა, გუშინ ლევან გიგინეიშვილი იჯდა თქვენთან, რომელზეც ივედი ლაივის ეთერში ლაპარაკობს 24/7-ზე, ხო? ხა იმ კაც ჩემი აზრით, მე რომ მკითხოთ, საერთოდ არ უნდა, ანუ აქ არ უნდა ეთმობოდეს ეთერი ყოველ შემთხვევაში, ყველა მე მესმის ხა თქვენ ბალანსიო იტყვის, მაგრამ არის ისა შესაძლოა იყოს საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესებს ახმოვანებენ და თან აქვს ეთერი ჩვენ არ გვაქვს არავის. მის პოზიციებს და შეხედულებებსაც ყავს მხარდამჭერები. კარგია, მაგრამ ხო თამთა მას ხო ურებენ ადამიანებს. მაუწყებლის ვალი არის რომ საზოგადოების ყველა ლევან გიგინეიშვილმა მაგალითად ჩემზე რა თქვა იცით? აი იმედი ლაივის ეთერში, აი გეტყვით. ჩემზე თქვა ესეთი რამე. ვარლამ გოლეთიანმა პერიფრაზსაც არ ვაკეთებ, პირდაპირ ციტირებას ვაკეთებ. ვარლამ გოლეთიანმა ემოციებზე ააგდო ხალხი, აი იმ პროტესტის დროს, ბერაშიც ვიყავი და არ დატოვა დიალოგის და დისკუსიის ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი არ დაუწყოს, რომ ამ ადამიანის არა, იმიტომ კი არა, ჩემზე რო თქვენ, ამიტომ არ დაუწყოს, მაგას რომ რადგან ჩემს თქვა, მაგრამ მე არ დამიწყეთ, ხვდებით? ანუ ეს არის პრობლემა. იმ კაცმა თქვა თავისად. აი დღეს გაქვთ. ხო, ანუ მე მაგიტოს გეუბნებით. პრობლემებზე, ამიტომ გელაპარაკებით თამთა ამ პრობლემაზე, თორე ახლა რომ მithოთ თავის თავად 40 წუთია. მარიამ, გამოსავალს ატხედავთ ხელისუფლებამ რა ნაბიჯი უნდა გადადგას, რა განმუხტავს არსებულ ვითარებას. სიამოვნებით ვიტყოდი ხელისუფლებამ ხალხის ხმას მოусმინოს თქო, თუმცა სრულიად უსაფუძვლო და ნაივური იქნება ჩემი მხრიდან ამის თქმა, იმიტომ რომ სახალხო მოძრაობის წინააღმდეგობები მათ შორის და მართმიმართ განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებები არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ გარდა პოლიტიკური შინაარსის მქონე წინააღმდეგობისა, რასაც ხელისუფლება აწყდება, მას არ ესმის არც სოციალური წუხილები იმ ხალხისა, რომლებიც მაგალითად ნამოხვან ჰესის საპროტესტო აქციების დროს ჩვენ ვიხილეთ ნამოხვენის ლოკაციიდან როგორ გამოყარეს ეს ადამიანები და როგორ გადახნეს იქ მიწები იმისთვის რომ მათ ეფექტურად არ მიეტანათ თავისი სათქმელი პროტესტის ადრესატამდე. ჩვენ ვიხილებთ აბსოლუტურად უკანონოდ ჩადგმული საპოლიციო ბლოკპოსტები ნამოხვენის მიმართულებით, სადაც გადაადგილება ეზღუდებოდათ ადამიანებს და დღემდე სასამართლო კონტროლი რამდენად კანონიერი იყო იქ იმ ბლოკპოსტების ჩადგმა, საერთოდ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომაც არ ჩანიშნულა. ჩვენ სულ რამდენიმე კვირის წინ, აი ამ ადგილას ზუსტად, რასაც თქვენ დღეს ეთერში ხედავთ, გულისხმობ პარლამენტის კიბეებს, ჩვენ ვიხილეთ შუქრუთელი, პირამოკერილი ადამიანები, რომლებსაც ჯერ არამოქმედებული კანონის პირობებში არ მიეცათ კარვის გაშლის, შეკრებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტის აღმართვის შესაძლებლობა და ჩვენ ვნახეთ სრულიად არ ვიცი პოლიცია რომელიც იქცა საბნების მთლელად, რომელიც უკონტროლებდა იქ მყოფ მომიტინგეებს, რომლებიც უწყვეტი პროტესტის ფარგლებში პირამოკერილები აპროტესტებდნენ და გამოხატავდნენ თავიანთ წუხილებს, რომ შეეძლოთ თუ არა ერთით მეტი საბნის ან ცელოფნის შეტანა იმისთვის, რომ იმ ყინვაში და წვიმაში ღამე გაეთენებინათ უბრალოდ, ხომ? და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, 28 ნოემბრიდან დღემდე ჩვენ ვიხილეთ მათ შორის მაგალითად ალექსანდრე თირკიას შემთხვევაში დამიზნებით ცრემლსადენი გაზის კაფსულის სროლის შემთხვევა, ხო? მაშინ, როდესაც საერთაშორისო სტანდარტი არის ის, რომ 45 გრადუსიანი დახრის კუთხით უნდა ხდებოდეს ამგვარი სპეციალური საშუალების გამოყენება და ძალიან მოკლედ ბოლო წინადადებით აღნიშნავ იმას, რომ 28 ნოემბრიდან აქციებზე დაკავებულ მომიტინგეების შესახებ ინფორმაციას სულ დააკავეს 460 ადამიანი, ადმინისტრაციული წესის 430, სისხლის სამართლის ბრალდებით 31. 300-ზე მეტი პირი არის ნაცემი, წამებისა და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა. დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს. დასჯილი პოლიციელი 0. პირველი რაც უნდა ქნას
ჯერ კიდევ ხელისუფლებას, რომელსაც ასე ქვია, გასაგებია. დასაჯოს მადლობა. დამნაშავეები, ვიდრე დაინიშნება სამართლიანი არჩევანი. მადლობა. ვარლამ გოლეთიანი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის წარმომადგენელი და მარიამ პატარიძე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.